გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს, ჩემს არხზე ყოფნისთვის, მდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს გამომწერებს, არხის სტუმრებს. ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ახლა მოხვდით ამ ვიდეოთი, ჩემს სივრცეში. გისურვებთ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თვითონ თქვენთაგან საუკეთესოს. და მოდით ახლა ვნახოთ ასეთი თემა. სად არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რას აკეთებს და რა ხდება მის ცხოვრებაში. თქვენთან დაკავშირებითაც გადავხედოთ, ხო, რა პრობლემაა. პირველი, მეორე ვარიანტი. და დავიწყოთ. ერთი წამით. ნახოთ აბა ვინ არის ჯერ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. მეოცნებე ადამიანი, ძალიან ისეთი ილუზიებში მყოფით, ადამიანი, რომელსაც რეალურად ძალიან ბევრი ტვირთი აქვს, საზიდი, გადაღლილი, გადაქანცული, მაგრამ მაინც ცდილობს გზის პოვნას, გამოსავლის პოვნას, არ ნებდება სიტუაციას. საერთოდ ხომ იცით, ნათქვამია მეოცნებეები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თუ არ დანებდნენ ყველაზე ბევრ მიზანს მაინც ესენი აღწევენ, ხო, ანუ ჯიუტი მეოცნებე, ეს არის ყოველთვის გამარჯვებული. აი დაახლოებით ეგეთი ტიპაჟი მყავს აქ. სხვათა შორის ძალიან ისეთი ენერგიების მატარებელია. არ არის თქვათ აი ხელჩაქნეული ან რაღაცა რა პრობლემაც არ უნდა ქონდეს, რა ტვირთიც არ უნდა ქონდეს, რაც არ უნდა აწუხებდეს, გარეთ არ გამოიტანს, წუწუნს არ დაიწყებს, არ არის ეგეთი ტიპაჟი. პირიქით ისეთი ენერგიებით იქნება, რომ აქეთ დაგანახებს საკუთარ თავს, რომ აი ყველაფერი შეუძლია და აბსოლუტურად ყველაფერი ძალუც და ხელეწიფება, ხო? აი დაახლოებით ეგეთი ადამიანი. ნახოთ ახლა აბა, სად არის და რას აკეთებს? რა შვება, რა ხდება მის თავს? რა ხდება მის თავს? აბა ვნახოთ. ხო, ადამიანი შესაძლოა სადმე ახლა გზაზეც იმყოფებოდეს, რაღაც ამსახურებრივი მომენტი ქონდეს, ან ემალებოდეს ვიღაცებზე, ესეც გადათამაშდება რაღაც სიტუაციას, მეგობრებო, არ გამოვრიცხავ. ქონდეს რაღაც პრობლემა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან და რას უკავშირდება მაჩვენე და რა მოხდა? ნახეთ წყვილშია. ანუ შესაძლოა მიჩქაროდეს კიდეც იმ ადამიანისკენ, ნუ დავასწრებთ ხო მოვლენებს, არ ვიტყვი ეს თქვენ ხართ თუ სხვა არის, მაგრამ ადამიანი ერთის მხრივ შესაძლოა რაღაც სამართლებრივ სიტუაციებს ემალებოდეს და მიდიოდეს სხვა სიტუაციისკენ, რომ რაღაც კონფლიქტურ მომენტებს გაერიდოს, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა პირიქით, ანუ სამართლიანად ვლიდეს რაღაცების გარკვევას, რაღაცებისზე პასუხის მიღებას, გარჩევას მოკლედ სიტუაციის და ზუსტად აი ამისთვის ემზადებოდეს და ვთქვათ, ქონდეს ის მომენტი, რომ დაჯდეს და დაელაპარაკოს. ანუ აქ წყვილშია, ნახეთ, ადამიანს, რომელიც მისთვის სულ ერთი არ არის, ხო, და გაარკვიოს რაღაც გაურკვეველი მომენტები. კიდე აბა მანახე რას შვება, სად არის, რას აკეთებს. აბა მანახე. ხო, რას შვება მეგობრებო და გასაგებია, არ ვთქვი. აი ყოველთვის ყველა ვიდეო გაშლაზე რა მემართება ხშირად ასე რომ არ ვიტყვი. არ მინდოდა რომ ემალება, ნახეთ, რაღაცა რეალურ სიტუაციას გაურბის და ცეცხლებისკენ და ვნებებისკენ მიდის, მაგრამ აბატონო, არ იტყვი და ტარო იტყვის. იმპერატრიცასთან რაღაცა სულ მანიპულირებს, სულ რაღაცას იტყუება, სულ რაღაცას ასე ვთქვათ ჟონგლიორობს ემოციურად იმისთვის, რომ როგორმე თავი დააღწიოს, გამოვიდეს იქიდან და თავისი ემოციების წყაროსკენ წავიდეს. აბატონო, სულ მიჯნა, სულ დუალური ენერგია და წასვლა მოსვლის მომენტები. აჰა,
აგერ აქ პენტაკლების მეფე და დედოფალი დაჯდა წყულში, იქ კვერთხების დედოფალი და მეფე. ბატონო. კი ბატონო, აგერ არის სამკუთხედიც. ამ სიტუაციაში მეგობრებო თქვენი მიერ ჩაფიქრებული ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ეს მამაკაცია თუ ქალია. კარგით, გავეშვათ ამას. ნახოთ ახლა თქვენთან მიმართებაში რა ენერგიებშია ეს მაჩვენე, ეს თქვენ ხართ თუ არა. თქვენ შორის მანძილია დღესდღეობით, თქვენ შორის განდეგილი. არა, თქვენ პაუზაზე ხართ, ის თავის სტაბილურობაშია, ცდილობს რომ რაღაცები დაარეგულიროს, დააბალანსოს, მართოს, ასე ვთქვათ, საკუთარი ეტლი, ანუ საკუთარი ცხოვრება, ასე მარტივად რომ ვთქვათ. და ჩიხებიდან გამოვიდეს რისთვის? იმისთვის რომ კონდეს ის ცეცხლი და ნება რაც სურს და რაც უნდა. მიჯნაზეა, არჩევანზეა და ჩქარობს ძალიან რომ ბოლოს და ბოლოს აქ შეიძლება ახალდაწყებული ურთიერთობაც იყოს არ გამოვრიცხავ, მაგრამ თან მეორეს მხრივ ის თავისი სტაბილურობა არ ეთმობა. და ისევ აგერ წეღან რაც იყო ფიქრობს გზაზე. ესე იგი თქვენ ყოფილხართ ეს ადამიანი. საითაც წასვლა უნდა კი ბატონო და ხელახლა ყველაფრის დაწყება დიდი ტკივილების მერე ისევ ჰარმონიული ურთიერთობა, სადაც ერთი ორივესთვის არის და ორივე ერთისთვის, ხო? აი დაახლოებით ესეთი. კარგით, მადლობა პირველ ვარიანტს. და მეორე ვარიანტი ვნახოთ აბა. მეორე ვარიანტი ვნახოთ. აბა რა ხდება? უბრალოდ ვინ არის ჯერ ეს ვნახოთ ადამიანი, ძალიან ისეთი ენერგია არ მიყვარს მე ეს ენერგია, ცოტა ორ პირს კი ბატონო, ცოტა ლიქვნელს გავს. ხო, აი იმპერატრიციდან ცოტა შორს არის ეს ენერგიები, მაგრამ აი გეუბნებით რა, ტყუილი არ მithქვამს, მოგაჩვენებთ თავს აი ესეთ ადამიანად, მაგრამ რეალურად არის აი ეს. ხო, მაპატიეთ, თუ თქვენი მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ესეთი არ არის, ნუ გააგზავნებთ მეგობრებო ყურებას. აქ ძალიან ისეთი ენერგიები მომდის, კიდევაც არ ვამბობ ბევრს რა ენერგიებიც მომდის. კაი, ვნახოთ აბა რას აკეთებს ეს ადამიანი, სად არის, რას აკეთებს და მე თქვენთან დაკავშირებითაც მოვიკითხოთ. რას და რაღაცა ახალ საქმეს არის შეჭიდებული ეს ადამიანი, შეიძლება სადმე მიემგზავრებოდეს კიდეც, პრობლემები აქვს რაღაც გარკვეული ფინანსებთან დაკავშირებით, სერიოზული ჩიხები აქვს, ჩიხები აქვს და აგერ ამოვიდა, ძალიან გაღატაკებულია, რაღაცა მართლმსაჯულების არკანით მის ჯილ მივარცხნილ კუთხეში მიყენებულია, კი ბატონო აგერ, სხვათა შორის აქ შესაძლოა ისიც იყოს მეგობრებო, რომ რეალურად მართლმსაჯულებასთან გქონდეს პრობლემები. რატო? მონახე. ხო, არა. აქ ემოციებში სრული ნგრევა აქვს, ხვდება რომ რაღაცები ძალიან არასწორად გააკეთა, ხვდება რომ სწორი არჩევანის გადაწყვეტილება არ მიიღო და რეალურად ის სტაბილურობა რისკენაც ისწრაფვოდა, ის ემოციები რაც უნდოდა რომ მოეპოვებინა, რა მოხდა? აი ესე დაუსრულდა სამიანი ხმლებით ზემოდან მიართვეს ის, რასაც იმსახურებდა. დღესდღეობით მის ცხოვრებაში აი ეს ამბავია. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, როგორც ფინანსური, ისე ფსიქოლოგიური. კაი, თქვენთან დაკავშირებით რა ხდება, მოსაკითხია ეს ადამიანი. არ ვხუმრობ მართლა.
აი, თქვენთან დაკავშირებით რა ხდება, აბა ეხლა იქ მანახე. ხო, თქვენთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ თქვენ მისთვის ძალიან დიდი ენერგიის მიცემი იყავით. თქვენ ამას ფინანსურადაც ეხმარებოდით, არ გამოვრიცხავ ძალიან ბევრი და თვლის, რომ ყველაფერი თავისით გააფუჭა და მოკლედ ვეღარ შეინარჩუნებს იმას, თუმცა ებღაუჭება. 4-იანი პენტაკლები თქვენ იცით, რომ ეს არის სიძუნწის, ეს არის ხელმომჭირნეობის, ეს არის ჩაბღაუჭების მომენტი, რომ ჩემია და არ დავკარგო, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით იცის, რომ ყველაფერი გაფუჭებულია, ყველაფერი დასრულებულია, შანსს ელოდება, სხვათა შორის, მაინც თავხედია, რომ ელოდება, რომ კიდე მიეცემა შესაძლებლობა, რომ კიდევ შემოვიდეს თქვენთან და თქვენ შეიძლება ჩაგაგდოთ ამ სიტუაციაში, მისცემს ცხოვრება შანსს? არა, მეტი არაა ჩემი მტერი ამას შანსი მისცეს. არა. ეს ესე იყანყალებს ერთი გზიდან მეორე გზაზე. არა. არა. გადაწყვეტილების მიღების უნარიც არა აქვს, იმდენად გადაქანცული და იმდენად ჩამთვარული და არა. თავიდანვე რომ ერთი ცუდი ენერგიები წამოვა მეგობრებო, ხო მე გამორიცხულია ხოლმე რომ ის რაღაცა სხვა სიტუაციაში გადავიდეს. ესეთ ადამიანს საერთოდ არც უნდა უყუროთ, მე რომ მკითხოთ, არც უნდა გაინტერესებდეთ. ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ნუ მე ჩემს პირად სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ. კარგით, დაგემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისა და ნდობისთვის დროებით.